7 წელზე მეტია ვცდილობდი ამ იზოლირებულ სასახლეში შესვლას და ბოლოს ეს შევძელით. ჩვენ ვიპოვეთ ეს საკუთრება ყველა მხრიდან სრულიად ღია და შიგნით რაც დაგხვდა, აბსოლუტურად შოკში ჩავარდით. რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ეს ადგილი აკლპებოდა, საოცარი ავეჯით და ანტიკვარული ნივთებით, რომლებიც ჯერ კიდევ დგას და თითქოს დროშია გაყინული. უსასრულო დოკუმენტების გროვების გადახედვის შემდეგ ამ ადგილის ქრონოლოგია შევადგინეთ. ეს ისტორია თითქმის 1000 წლის წინ იწყება, როდესაც ეს ადგილი ძველი სააბატოს ტერიტორიაზე დაარსდა. მაგრამ მე-19 საუკუნის ბოლოს მდიდარმა ალკოჰოლის მაგნატმა ეს მამული საკუთარ ფანტაზიურ სასახლედ გადააქცია. მან დააპროექტებინა საიდუმლო სპირალური კიბეები, მასიური კოშკები და თეატრალური ბუხრები, რათა შეექმნა სცენა, სადაც თავად ლორდის როლს შეასრულებდა. თუმცა ეს ფანტაზია დიდხანს ვერ გაგრძელდა. მას შემდეგ, რაც მაგნატი გარდაიცვალა, სასახლე რამდენიმე მფლობელს გადაეცა, რომლებიც უბრალოდ ვერ აუდიოდნენ ამ ფუფუნებას. მე-20 საუკუნის შუა პერიოდში სასახლის მთელი ფრთები დაიხურა და 2000-იანი წლების დასაწყისში აღდგენის მცდელობაც კი ჩავარდა უზარმაზარი სტრუქტურული ხარჯების გამო. ეს არის სულიანი სასახლე, ადგილი, რომლის შესწავლასაც 7 წელი ველოდი და მოუთმენლად მინდა თქვენთან ერთად გავიზიარო მისი ისტორია. დილამშვიდობისა ყველას და კეთილი იყოს თქვენი მოგზანება Bros of Decay-ში. და დღეს მარტო ვიკვლევ და ჩვენ ჩრდილოეთ საფრანგეთში ვართ. ჩემს უკან, რასაც ხედავთ, არის ნეოგოთიკური მე-18 საუკუნის სასახლე, რომელიც ადრე ფრანგი ალკოჰოლური სასმელების მაგნატს ეკუთვნოდა. მას ქალაქში ახალ ლორდს ეძახდნენ. როცა ის აქ მე-17 საუკუნეში ჩამოვიდა, ეს ადგილი ააშენა თავისი განსაცვიფრებელი სიმდიდრის საჩვენებლად. მოდით ეს შევისწავლოთ. დილის ნისლში აქ საოცრად გამოიყურება. მგონი ახლა თითქმის დილის 8 საათია. და ეს ზუსტად ისა, როგორ წარმოვიდგენდი, ესეთ ციხესიმაგრეს. მოდით ცოტა გავისეირნოთ მის გარშემო. წარსულში 1000 წელს აქ ციხესიმაგრის ქვეშ არსებულ საძირკველზე. აქ ადრე აბატობა იყო, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში არაფერი იყო. და სასოფლო სამეურნეო ბეღლები. სანამ ლიქიორის მაგნატი არ მოვიდა და არ გადააქცია ის იმ შედევრად, რასაც დღეს ხედავთ, მე სრულიად აღფრთოვანებული ვარ ამ გამოშვერილი კოშკებით, რომლებიც აქ შენობის წინა მხარეს ხედავთ, ისინი ნამდვილი შედევრია. როცა ქალაქის მცხოვრებლებმა პირველად ნახეს ამ ციხესიმაგრის მშენებლობა, მას კალბულორდს ან ცრულორდს ეძახდნენ. და მათ არ სურდათ მასთან რაიმე კავშირი ქონოდათ. მათ ეგონათ, რომ ეს იყო გადამეტებული, ზედმეტად გადამეტებული, ზედმეტად გამახიზიანებელი. და მესმის ეს, რადგან ქალაქი, რომელშიც დღეს ვართ, ძალიან პატარა ადგილია. პატიოსნად რო თქვა, როცა უყურებ, ეს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მიტოვებული სასახლეა და არქიტექტურული სტილია, რაც დიდი ხანია მინახავს. განსაკუთრებით ეს გამოშვერილი კოშკები, რომელზეც ახლა ვანიშნებდი, უბრალოდ საოცარია, როგორ გამოდიან ისინი. თითქმის მთელი შენობა და ეს ალბათ ამ ადგილის შესასვლელი დარბაზი უნდა ყოფილიყო. და ამას მალე ვნახავთ. იმედია, ამ საკუთრების შიგნითაც ბევრი ისტორიას აღმოვაჩენთ და ვნახოთ, შევძლებთ თუ არა შიგნით შესვლას. ის დიდი ხანია აღარ გამოუყენებიათ. ზუსტად არ ვიცი, როდის მიატოვეს, ეს ჩემი მეგობარი ლიენია, რომელიც ჩემთან ერთად იკვლევდა. აქ წინა მხარეს პატარა სათბურიც არის. შევიდეთ? ხო. წავიდეთ. კარგი. ეხლა შიგნით შევალთ და ამ ადგილს დავათვალიერებთ. ეს ადგილი ჩემს რუკაზე 4-დან 5 წლის განმავლობაში მქონდა მონიშნული და რამდენჯერმე მოვსულ არ აქ, რომ შემემოწმებინა, ღია იყო თუ არა, მაგრამ არასდროს ყოფილა ღია. და ეს არის პირველი შემთხვევა ამ წლების განმავლობაში, როცა ამ საკუთრებაში შევდივარ. კარგი, მოდით შევხედოთ ოთახს, რომელშიც შევედით. ეს რაღაცნაირად კი არა. ეს სასადილო ოთახია, როგორც ხედავთ, აქ უკვე ლამაზი ტყავის დივნები დგას. მაგრამ ის, რაზეც იმეც ვამყარებ, რა თქმა უნდა, არის ის, რომ მეტი გავიგო იმ ალკოჰოლის მაგნატზე, რომელიც აქ ცხოვრობდა. ლამაზი ბუდისტური ქანდაკებები უკვე აქ დგას.
ეს კედელზე დახატულ ესკიზს გავს და ესენი აქ. უნდა იყოს. კარადების სავსე წიგნებით ასე უნდა იყოს. მაგრამ როგორც ხედავთ, სამწუხაროდ დოკუმენტაციის დიდი ნაწილი უკვე ამოღებულია ამ საკუთრებიდან. მოდით, ისე დავყუროთ ეს. ძაღლის ქანდაკება. და შემდეგ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ეკლესია მსოფლიოში, ნოტრ-დამი, ფიქრობ ბევრისთვისაც ასეა. საფრანგეთის რევოლუცია. მე ეს ადგილი საკმაოდ განსაკუთრებულად მიმაჩნია, რადგან აქ ბევრი ხის ნაკეთობაა, რაც ძალიან უჩვეულოა. შეგიძლიათ ნახოთ ჭერი თავისი ნახატებით, ხის ნაკეთობებით და ბუხარი. ყველაფერი ელეგანტურია, ხის ნაკეთობებითა და კერამიკული ფილებით. ეს ფრანგული არქიტექტურული სტილია, რომელიც ცოტათი გამოგონილია. მე ფიქრობ, რომ ვამბობ გამოგონილია, არ გულისხმობ აუცილებლად გამოგონილს, არამედ სტილებს, რომლებიც სხვადასხვა ადგილიდან ააღებული. რადგან ბევრ ადამიანს ეს სასახლე ყალბ-სასახლედ ან ფალსიფიცირებულ სასახლედ მოუხსენებია. და ეს ძირითადად ისაა, რასაც ქალაქის მოსახლეობაც ამბობდა მეზობელზე, ან ამ ადგილის მფლობელზე, რომ ის ყალბი ლორდი იყო. და ამას ხშირად ხედავთ საფრანგეთში. მათ ამ შენობებს, სასახლეებს ეძახიან, მაგრამ სინამდვილეში ისინი სასახლეები არ არიან. ისინი გამაგრებული არ არის, მათ არ აქვთ თავდაცვითი პოზიცია. მათ არ აქვთ კედლები ან თხრილები. უბრალოდ ისე აშენებული, რომ ციხე-სიმაგრეებს გალდეს. და ისინი უბრალოდ ძალიან დიდრული ვილები ან მამულებია, რაღაც მხრივ. და ეს შენობაც სწორედ ასეთია. მაგრამ საფრანგეთში მათ შატო ქვია, რაც ინგლისურად სასახლეს ნიშნავს. ამიტომაც ასე უწოდებთ ხოლმე. მე მათ სასახლეებს უწოდებ. ისინი უბრალოდ მდიდარი ადამიანებისთვის განკუთვნილი სახლებია. ამის გათვალისწინებით წავიდეთ უფრო შორს. აქ ნამდვილად გვაქვს ნამდვილი ნახატი. შესაძლოა ერთ-ერთი წინაპრის ან იმ ადამიანების, ვინც აქ ცხოვრობდა და კიდევ რამდენიმე შესანიშნავი ნახატი ქვემოთ. ვა! ქანდაკება. ვიცი რისთვისაც ვგავარ. ქანდაკება რა თქმა უნდა და ეხლა მის ზედა ნაწილზე ბევრი ცხენია. ლამაზი ჭაღი. ბროლის ჭაღი. ვაუ, ძალიან მომწონს ეს რელიგიური ნახატი აქ. ეს მართლაც მშვენიერი ნამუშევარია. და მოდი შევხედოთ ამ კარადაში არსებულ ჩინურ ფაიფურსაც. ეს ნამდვილი ჩინურია, ბავარია, გერმანია, მშვენიერი, ოქროთი დაფარული ფაიფური. ამ ადგილის მფლობელი საკმაოდ მდიდარი იყო, მაგრამ აქ სამუდამოდ არ უცხოვრია. რა თქმა უნდა, მე-19 საუკუნეში ლიქიორის მაგნატი უკვე გარდაცვლილი იყო და ეს სივრცე შემდეგი მფლობელებისთვის გათავისუფლდა. და ამის შემდეგ მას უკვე გამორჩეული მფლობელი აღარ ჰყავდა. უფრო დანაწევრებული მფლობელობა და მიდოების პერიოდები ჰქონდა. მეორე მსოფლიო ომის დროს ის საველე ჰოსპიტალადაც გამოიყენებოდა. რადგან ჩვენ საფრანგეთის ჩრდილოეთით ვართ, ეს ნიშნავს, რომ აქ ძალიან ახლოსაა D-Day და ყველა ის ბრძოლა, რაც აქ მოხდა. ლამაზი ბიუსტები და ასევე დიდი ნახატი იქ უკან. ძალიან ლამაზია, ეს სკამიც ძალიან მომწონს, საკმაოდ განსაკუთრებულია. კარგი. მოდით ამ ოთახში მე დროს აღარ დავკარგავთ, რადგან კიდევ ბევრად უფრო საოცარი ნანგრევებია. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დეტალი, რაც აღმოვაჩინეთ კვლევისას, არის ის, რომ ეს ციხე-სიმაგრე ფაქტობრივად გიგანტური არქიტექტურული ტყუილია. მიუხედავად იმისა, რომ მიწა, რომელზეც ის დგას, თითქმის 1000 წლის ისტორიას ინახავს, შენობა, რომელსაც დღეს ხედავთ, სინამდვილეში მე-19 საუკუნის სცენის დეკორაციაა. ლიქიორის მაგნატი, რომელმაც ეს ააშენა, მხოლოდ სახლის აშენებას არ ისურვებდა, მას მემკვიდრეობის შექმნა სურდა. მან დაიქირავა თეატრალური სტილის არქიტექტორი, რათა აქ მდგარი მოგრძალებული ფერმა გაექრო და მის ნაცვლად ფანტაზია შეექმნა. შიგნით ვიპოვეთ მასიური ქვის ბუხარი, რომელზეც გამოსახულია უილიამ დამპყრობელი, დეტალი, რომელიც მხოლოდ იმისთვის დაამატეს, რომ ოჯახი ძველისა და კეთილშობილური შთაბეჭდილებას ქმნიდა, მიუხედავად იმისა, რომ მასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდათ. ყოველი კოშკურა, გოთიკური ხის თითოეული დეტალი და წინა მხარეს აღმართული მასიური კოშკი აშენდა იმისთვის, რომ სტუმრები აღფრთოვანებულიყვნენ და ძალაუფლების ილუზია შექმნილიყო. ირონიულია, რომ ახლა აქ ვდგავარ და ამას ვხედავ. ადამიანმა, რომელმაც ცადა ქვითა და დუღაბით ისტორიისთვის სამუდამო ადგილი ეყიდა, უკან დატოვა შენობა, რომელიც ნელ-ნელა ინგრევა და მიწაში იძირება.
ამ ოთახის ჭერიც ძალიან მომწონს, სრულიად განსხვავებული სტილია და ასეთი რამ საფრანგეთში აქამდე არ მინახავს, რომ ჭერზე შპალერი იყოს გაგრული. ისე მას არ აინტერესებდა, რას ფიქრობდნენ სხვები ამ სასახლის დიზაინზე, უბრალოდ თავის ჭკუაზე გააკეთა. ვაუ, ეს ბუხარი. ის უზარმაზარია და ძალიან დიდრულია. მთელი ზედაპირი მოჩუქურთმებულია, ზემოდან ქვემოთ. შუაში ლამაზი გობელენია, რომელზეც გამოსახულია მშვენიერი ბაღი. კალი თევზაობს და კაცი შუაში ზის. ის ახლა ხანაანთეს. იქაც კი არის უკანა ფირფიტა, რომელზეც მგონი სასახლის გერბია გამოსახული. ლამაზი გერბი. და ისევ ხედავთ, რომ ფილების მოპირკეთება ისევ ჩანს. ვაუ! ლამაზი ნამუშევარია. აქ მდგომი ქანდაკებაა. ეს საათია. ჭანდაბა, შიგნით მთელი მექანიკური ნაწილი ჯერ კიდევ უცვლელია. მგონია, რომ მისი სახე სასაცილოა. ერთი კბილი აგლია და მან კიდევ პატარა კელსაბამი გაუკეთა აქ. ამას მართლაც აწერია სახელი, წერია ადრე დიუპარი. ეს შეიძლება იყოს სახელი, რომელიც უნდა დავიმახსოვროთ, როცა ამ ადგილს უფრო ხმად შევისწავლით. ოდიეხ, რა თქმა უნდა, ტელევიზორი აღარ უნდა დაგვავიწყდეს. და ეს თოჯინები ძალიან მომწონს, ფაიფურის თოჯინები, ისინი ძალიან ძვირად ღირს. დიახ, ხედავთ, რომ ამ ადგილას უკვე გარკვეული დეგრადაცია მიმდინარეობს. წლების განმავლობაში ქონებაზე რამდენიმე რემონტი ჩატარდა, მაგრამ სამწუხაროდ ეს საკმარისი არ იყო და ამის შედეგად მივიღეთ ის დეგრადაცია, რასაც დღეს ვხედავთ. მაგიდა მის გარშემო სკამები, ლამაზად გაწყობილი რბილი სკამები, ის მაგიდაც საკმაოდ შთამბეჭდავია. ის მოზაიკებითაა გაფორმებული, ლამაზი ჭედურობებით და ნახატებით. ვაუ! ეს მართლაც შთამბეჭდავია. კარადით, უზარმაზარი ნახატით კედელზე და ასევე ტყის ხედით, რომელიც ამ ადგილის უკან არის. და აქ წერია კიდევ ერთი სახელი, საბერტი. საბერტი. ვაუ, მას ნამდვილად ჰქონდა გემოვნება ავეჯში და იცოდა როგორ შეექმნა ადგილი, რომელიც თითქმის მითიურივით გამოიყურებოდა. კარგი, ძალიან ლამაზი ოთახია და ეს მივიყვანს სახლის დერეფანში, რომელიც ასევე საკმაოდ შთამბეჭდავია. ვიტყოდი ლამაზადაა დაპროექტებული, განსაკუთრებით ბოლოში. იქ ნახავთ კიბეს, მაგრამ აქ დასაწყისში კედელზე რამდენიმე ნახაზი და სურათი იყო. ვიფიქრე, ეს შეიძლება იმ სააბატოსი იყოს, რომელიც აქ იყო 1100-იან წლებში. ვაუ! 900 წლის წინ. ეს ნამდვილად ეს სასახლე არ არის. ამას ძრავი აქვს, უფრო გამაგრებული სასახლეა, როგორც ნამდვილ სასახლეს უწოდებდით. და აქ ხედავთ ბრძოლისა და ომის ნახატებს. სრულიად მომწონს. აქ ნახეთ ეს სახელი, ჟან ბურმუ. სანამ ამ დერეფანში გავაგრძელებთ, მოდი ჯერ სანამ ზევით წაგიყვანთ. მინდა ვთქვა, მოდი ჯერად ბოლო ნაწილს გაჩვენებთ, რადგან ამ ქონების ქვედა სართულზე კიდევ რამდენიმე ოთახია, რომელიც უნდა გაჩვენოთ. მე ნამდვილად მჯერა ამის. აქ ამ მხარეს იწყება სათბური, ეს არის სათბურის შესასვლელი და ხედავთ, რომ უკვე ჩარჩოებიც გაკეთებულია. აქ ეს ქონება ნელ-ნელა ინგრევა. მაგრამ კი უნდა 1-2 ნაბიჯით უკან დავიხიო და მოგცეთ საშუალება თავად შეიგრძნოთ ის სილამაზე, რასაც აქ ხედავთ. ამ ადგილის ჭერზე, აქ საკმაოდ ბნელიც არის. იმედია კამერაზე კარგად გამოჩნდება. დეტალების და კვეთის წარმოუდგენელი დონე და ეს ხელოვნების ნიმუშები გონებას სცდება.
ერთი რამ, რაც აბსოლუტურად მიყვარს, არის ეს ბიუსტი, რომელიც აქ არის შექმნილი. დიახ, ის დამზადებულია. უბრალოდ ხისგანაა გაკეთებული. ეს გიჟურია და გვერდებზე ეს ქალთევზები კიდია. აბსოლუტურად გიჟურია. ჰენრი ჟაკლინი იყო ამ ადგილის არქიტექტორი. და მე კიდევ ერთხელ შევამოწმე ისტორიული ფაქტები და აღმოჩნდა, რომ ეს ადგილი თავიდანვე სასახლე არ ყოფილა. ეს ადრე მამული იყო. ყველა კოშკი და გამონაშვები დამატებულია 1895-დან 1900 წლამდე პერიოდში. ეს ჭერი ძალიან მახსენებს იტალიურ ხელობას, მაგრამ ასევე პორტუგალიურ ხელობასაც. თუ გსურთ ნახოთ ის ვიდეოები იტალიურ და პორტუგალიურ ადგილებზე, აუცილებლად დააწყაპუნეთ აქ ზემოთ მულზე. ორივესთვის გვაქვს პლეილისტები. და ჩვენ მოგზაურობთ მთელ მსოფლიოში, რომ გამოვიკვლიოთ ეს ადგილები და გაჩვენოთ ეს ლამაზი არქიტექტურა და ისტორია. მოდით უფრო ღრმად დავაკვირდეთ აქ არსებულ ბუხარსაც. ამ ბუხარზე შეგიძლიათ ნახოთ ლურჯი კრამიტი. და კრამიტის სტილი ოდნავ შუა საუკუნეების სტილს გავს. მას აქვს ძალიან დახვეწილი შუა საუკუნეების იერი იმ ფიგურებზე, რომლებიც დახატულია. ბუხრის შიგნითაც არის უკანა ფირფიტა, რომელზეც გვირგვინია გამოსახული. და გვირგვინი, როგორც წესი, მხოლოდ იმ ადამიანებისთვის არის განკუთვნილი, რომლებსაც აქვთ კეთილშობილი სტატუსი, ან დაკავშირებულნი არიან საფრანგეთის სამეფო სახლთან. და მე არ ფიქრობ, რომ ეს ლიქიორის მეფე, ან ის ადამიანები, ვინც მას შემდეგ მოვიდნენ, რაიმე ფორმით იყვნენ დაკავშირებულნი საფრანგეთის გვირგვინთან. ლამაზი კარიბჭე აქ. ეს საოცარი კვეთა. მოდით იქაც შევიხედოთ. ვაუ, აქ უკან სრულიად ახალი სამყაროა. არტეფაქტებით და ყველაფრით. აქ კიდევ შპალერის ერთი რულონიც კი დარჩენილია. ეს ის შპალერია, რასაც აქ ხედავთ და საკმაოდ მყარადაა მიმაგრებული, საკმაოდ გამძლეა. ლამაზი შპალერია. კარის ზემოთ კიდევ ფირფიტაც გვაქვს აქ. და შეხედეთ ამ კიბის ჩუქურთმებსაც აქ. არ ვიცი რა დაემართა ამ ადგილს. შეხედეთ, ყველაფერი თითქოს დაღრელია, რემონტისთვის მზად. გულისხმობ, აქაც კი კიბეა. კიბე დგას და ყველგან აღჭურვილობაა დადგმული. გულისხმობ, ესენი სრულიად ახალია ყუთში და არასდროს გამოუყენებიათ. ანუ ისინი პირდაპირ ძალიან ცდილობდნენ ამ ადგილის განახლებას და როგორც ხედავთ, არაერთი მცდელობა იყო, მაგრამ რეალურად ვერავინ შეძლო ამის გაკეთება. ეს ადგილის სამზარეულოა. იქაც არის რამდენიმე ნახატი, ანუ ყველა ოთახი მაინც ლამაზია. თუ რომელიმე ოთახში ხარ, ნაგავს და უსარგებლო ნივთებს თვალი არიდე. აქ ძალიან კარგი პატარა სამზარეულოა. აქ κρემოთ ძალიან მარტივი ტექნიკაა. ზემოთ კი ლამაზი გამწოვია. კარგი, ეს თითქმის ვერ გაირჩევა. რა არის იმ სურათზე? ზემოთ თეფშები ჯერ კიდევ აკურატულად დაადალაგებული. რა ტიპის ოთახები გვაქვს აქ უკან? არაფერი განსაკუთრებული. და ამ ოთახშიც ბევრი ლპობაა. მაქვს ესეთი შეგრძნება, რომ ქონება გარედან ბევრად უფრო დიდი ჩანს, ვიდრე აქ ხედავთ, შიგნით. ოთახები მდიდრული და ლამაზად გაკეთებულია, მაგრამ საბოლოოდ კვადრატული მეტრაჟი ბევრად პატარა ჩანს. ეს არ გავს სასახლის სამზარეულოს, უფრო მეტად მამულის სამზარეულოს გავს და ალბათ იმიტომ, რომ თავის დროზე გადაკეთებული იყო. მზად ვარ, ავიდე ზევით და ვნახო, იქნებ სარდაფიც იყოს. მოდით ჯერ ეს შევამოწმოთ. მერე კი ზევით ავალთ და ამ ადგილის საძინებლებს ვნახავთ. აქ კედელზე შევნიშნე, რომ ინიციალებია ამოკვეთილი და რაღაცა LC-ისავით წერია. ხო, რაღაც DCL-ისავითაა, რაღაც ამდაგვარი. მაინტერესებდა ამ ტერიტორიაზე სარდაფები თუ იყო, მაგრამ როგორც ჩანს, ეს კარები გრომ ძალიან საზიზღარ ტუალეტებში გადის. აქ ძალიან ლამაზი, ფუჯისგან დამზადებული
ქურთუკის საკიდებია. ლამაზი, ძალიან ლამაზი კიბეა. შეხედე ამ სილამაზეს, ზემოთ რქები, აქ კი ჭაღი კიდია, ზევით კი დაგრეხილი რკინის ორნამენტები მიუყვება კიბეს. ასევე, ამ კიბის მასშტაბი საკმაოდ შთამბეჭდავია. ვიტრაჟებიანი ფანჯრები. კი აქ არის ბადიანი მავთულები, ძველი სიგნალიზაციიდან. ცადოთ, ეს ავიცილოთ და მხარეს ავიდეთ. ჩანდაბა ეს ძალიან ლამაზად გამოიყურება. კედლის სანათები აქაა. ადრე ისინი სანთლებით ანთებდნენ, ელექტრიფიცირებული არ იყო ალბათ რემონტის წელს 1895-ში. ასევე იქ არის ვიტრაჟი. შენობა ნელ-ნელა ფუჭდება. ყველგან დიდი რაოდენობით სოკოა. ჭერი მთლიანად იშლება. მოდი ვნახოთ, რას ვიპოვით. ვაუ, ჯერ არ მინახავს ეს რა არის, მაგრამ ეს სინამდვილეში ის კოშკის გამონაშვებია, რომელიც ადრე ვნახეთ. გარედან ის, რომელიც მართლა გამოდის შენობიდან. და აქ შეგიძლიათ შიგნიდან ნახოთ. უკვე მაინტერესებდა, როგორ გამოიყურებოდა ეს საკუთრების შიგნით. და ხო, აქ მივდივართ დერეფნის ბოლოში მდებარე ოთახში. ეს როგორც ჩანს, ერთ-ერთი სასადილო ოთახია ამ ადგილას და ეს უფრო ფორმალური სასადილო ოთახივით გამოიყურება ამ საკუთრებაში. მართლა კარგი ოთახია. მოდი შემოვიაროთ და ვნახოთ, რასთან გვაქვს საქმე აქ. აქ ზემოთ არტეფაქტებია დადგმული, ძალიან ძუხარ ამის გამო. ჯერჯერობით ჯერ არ გვიპოვია არც ერთი სახელი ან დოკუმენტი, რომელიც ყოფილ მფლობელებზე მიგვანიშნებს. როგორც ჩანს, ყველაფერი ამოღებულია და ამ საკუთრებიდან წაღებულია. და ეს ყველაფერი უბრალოდ დანაჩანგალია. ხო, როგორც ჩანს, ყველაფერი წაღებულია. აქ კიდევ ძალიან საინტერესო ობიექტია. აქ შიგნით ცხელ ნაკვერჩლებს ან სხვა რამეს, რაც იწვის დებ. შემდეგ შეგიძლია ეს ან საწოლის ბოლოში, ან ზეწრის ქვეშ მოათავსო და საწოლი გააცხელო, სანამ ვინმე მასში ჩაწვებოდა. ისევ შესანიშნავი ნახატია მეთევზე, რომელიც ნავსადგურზე ქალებთან ერთად სადღეგრძელოს ამბობს. და ესე ძალიან დიდი მაგიდა. არ ვიცი, რამდენი ადამიანი ცხოვრობდა აქ, მაგრამ ხო, ჩანს, რომ აქ ადრე დიდი შეკრებები იმართებოდა. ჯერი გასკდომაზეა. ბზარები ჩნდება. ლამაზი მარმარილო. თეთრი მარმარილოს ბუხარი აქ უკან. კედლის სალათები. მეც ძალიან მომწონს ის საბერველი, მასზე თუჯის ორნამენტები აქვს. საკმაოდ ლამაზია. აქ რაღაც არის უკან. ვგულისხმობ. ეს უბრალოდ შესანახი ადგილია. ძალიან რთულია იქ მისვლა, ასე რომ ამჯერად ნუცდით. წავიდეთ ახლა კორიდორში უფრო შორს და გაჩვენებთ იმ სხვა საძინებლებს. აქ ნამდვილად სამეფო სადინებლის შეგრძნებაა. ძალიან მომწონს. ეს ტიპიური რბილთავიანი საწოლები, რასაც აქ ხედავთ. აქ შესანიშნავი რბილი მოპირკეთებაა. გინდა აქ თავსაფარი. ჯერ კიდევ ამზადებენ. ძალიან სამწუხაროდ მიმაჩნია, რომ ამ ადგილის წინა მაცხოვრებლების შესახებ ვერაფერს პოულობთ. ბეცე ასე წერია. იქაც ალბათ ისევ იმ ადამიანების ინიციალებია. და ეს ნაკაწრები და ხის ნაკეთობები, რასაც აქ ხედავთ, ასევე გავს რაღაცას, რაც მე-19 საუკუნის ბოლოს დაამატეს. ეს ანტიკური არაფერია. რა წიგნები გვაქვს აქ? ეხლა შევამჩნიე, რომ ამ ადგილს განათების გარეშე ვიღებ. რა წიგნები გვაქვს აქ? Sélection de livres Vissivier. ვაუ. ყველა პატარა ცურილმანი. ეხლა აქ ზემოთ დიდი მედალიონი გვაქვს, ეს ნობელის პრემიის მედალიონს გავს.
მთელი კარა და სავსეა წიგნებით, თეფშებით და ყველაფრით. ვაუ. და კედლები. აქ მარცხნივ ყვავილებია. ყვავილების ხვილების კოთნები. რა თქმა უნდა ეს კალბია. ნამდვილად არ არის ნამდვილი. ვაუ, ეს დიდი ნიჟარაა, რომელიც ლამპადადაა გადაკეთებული სახლის სანათად. ვაუ. მარმარილოს ბუხარი ისევ, ზემოთ ყვავილების ქოთანი, შესანიშნავი ჩუქურთმები. ხო, ეს ძალიან ლამაზია და კედელზე უზარმაზარი სარკეა. შევიძლია დილით საკუთარ თავს შეხედო. სანამ სახლიდან გახვალ, შეამოწმე ის ლამაზი Bros of Decay მერჩი. ჩემი თმა ჯერ კიდევ საკმაოდ კარგად გამოიყურება. ვითხოვდი რომ დილით თმაზე გელის ტასმა დამავიწყდა. და აქ არის მაგი და ჩაიდანი, უბრალოდ მოდუნდი და ჩაიდალი. საოცარი ოთახია. მაინტერესებს, ვინ იძინა აქ? რა გვაქვს აქ გვერდით? K გვერდით. აჰა, ეს ლეონია. გონია რომ ეს ადრე ამ ადგილის ბუდუარი იყო. კარგი. და ლამაზი კედლის სანათები. კარგი. შემდეგ ამ ოთახიდან ისევ შეგვიძლია გავიდეთ და მერე მარჯვნივ ეს ისევა. ნახე ეს. ესა კოშკის ოთახი და ქვემოთ იმ კოშკში, რომელიც გარედან ვნახეთ, ტუალეტია. ძალიან საინტერესოა. გალავნიანი ციხესიმაგრის სურათი. ეს ნამდვილი ციხესიმაგრეა ხალხო. აი ამაზე ვსაუბრობდით. და კიდევ ერთი ლამაზი ოთახია, ოდნავ პატარა. მაინც ისევ ცუდად გააკეთეს. კედელზე იყო თბილი მოზაიკური ნახატი, ლამაზი ბუხარი, მარმარილოს ბუხარი. ამ ადგილას იმდენი ნახატია, გაგიჟება. ფიქრობ ეს სახლი უკვე დაახლოებით 30-14 წელია მიტოვებულია, თუ მდგომარეობას შევხედავთ. და იმასაც, რომ აქ აღარ არის არანაირი ნივთი იმ ადამიანების, ვინც აქ ცხოვრობდა. აქ ქვემოთ კიდევ მეტი ნახატია. პატარა სველი წერტილი. ბიდეთი და ნიჟარით. ეს საოცარი. კარგი, მოდი ამ ბოლო ოთახსაც შევხედოთ ამ ქვედა სართულზე. აქ კიდევ ერთი მშვენიერი ნახატია, ცოტა უფრო თანამედროვე ჩანს ხაზების ზოლი. აჰა, კედელსა და შპალებს შორის სააერო ფენა ჩასვეს. ეს ბავშვების ოთახია, მშვენიერია. აქ ჩამოცვენილი შპალერია, აშკარად რამდენიმე ბავშვი ცხოვრობდა ამ სახლში. ლოცვის სკამი აქვს ქვემოთ. ეს საკმაოდ კარგი ლოცვის სკამია, ლამაზი გადასაკრავი აქვს. ვაუ! სკამზე ორი ქალის გამოსახულებაა. მიყვარს აქაური გარემო. კი, საყვარელი პატარა ოთახია. მოდით ნახოთ რა იმალება ამ კარების უკან. აქ უკან სარკეა. დიახ, შესანიშნავია. და ამ კარის უკან, ხო. კიდევ ერთი პატარა სარეცხი ზონა, ნიჟერით და ბიდეთი. და კარა და სავსე, პლედებითა და ბალიშებით. მიყვარს ეს კარების ღიობები, განსაკუთრებით ის სტილი, რომელიც კედლებთანაა შეხამებული. კარის ღიობი პირდაპირ ერწყმის ოთახს. და ახლა ყველა. დროა გადავიდეთ ამ სასახლის ბოლო ნაწილში, ამ ადგილის სხვენში. არა, აქ მარცხნივ ერთი ოთახი გამომრჩა. ეს ჯერ არ მინახავს. აი ეს აქ. ეხლა ხან თქვი რომ ეს იყო აქ თითქმის ვარდები.
ეს იყო ბუდუარი, მაგრამ ეს კიდევ ერთი საძინებელია, რომელიც სრულიად გამომრჩა. შეხედე ამას, ფაქტობრივად სასტუმროს ნომერს გავს. ისეთი სტერილურია, არანაირი ხასიათი არ იბრძნობა, არც ფერსაცმელია, არც ტანსაცმელი, ან რამე მსგავსი ამ ოთახში არ არის. და ეს ისევ მაბრუნებს ისტორიას სინამდვილეში, რადგან ინტერნეტში წავიკითხე, რომ ეს ქონება 1980-იანი წლების შემდეგ საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში გამოიყენებოდა როგორც სასტუმრო და B&B. არა, კიდევ უფრო ადრე. და ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ოთახი ფაქტობრივად სასტუმროს ნომერს გავს. მაშინაც კი პლასტმასის საფარი, რომელიც აქ კომოდის ზედა ნაწილზეა, ძალიან გავს სასტუმროს ნომერს. გულისხმობ, მე ვხედავ, რომ ეს ადგილი შეიძლება გადაიქცეს ლამას სასტუმროდ ამ რეგიონში, რაც შეიძლება იყოს ამ ადგილის მომავალი. ასევე ვხედავ აქ ზევით რამდენიმე შუბს. ისინი საკმაოდ კარგია. და ამ ოთახსაც აქვს ბუხარი, ზემოთ სარკით. და ბევრი არტეფაქტი. ამ ოთახში ცოტაოდენი მოყვანილობაა თუმცა. კარგი, შეგვიძლია აქედან დერეფანში დაუბრუნდეთ. რადგან ეს ის კიბეა, რომელიც ადრე ვნახეთ. გამოდის იმ მთლიანად ხის ოთახიდან, სადაც სულ ჩუქურთმებია. და ის კიდევ უფრო მაღლა ადის ამ სახლის ზედა სართულებზე. ჰეი, აქ რა გვაქვს? ეს პირველი გაზეთია, რომელსაც ხედავ, და აქ წერია 2000 წლის 30 ოქტომბერი. კარგი, ეს 25 წლის წინ იყო, მაგრამ ალბათ აქ უფრო დიდი ხანია მიტოვებულია. ეს შეიძლება ყოფილიყო მსახურების საცხოვრებელი ამ სახლში. ხო, ძალიან მითრო სივრცეები აქ ზევით. მოდი, ჯერ ცოტა გავიაროთ მარცხნივ, ნახოთ ეს ოთახები. აქ მატრასების გროვა. დიახ, ეს ნამდვილად ამ ობიექტის მუშებისა და პერსონალის ოთახებია. იატაკზე კი ყველგან მინაა. ძალიან გრძელი კორიდორია, რომელიც მთელ სხვენში გადის. როგორც ჩანს, აქ ზემოთ ელექტროენერგიაც ისევ მუშაობს. კი, აქედან შეგიძლია ქვემოთ ჩაიხედო, ქვედა სართულზე. აი აქედან, ზემოდან, ეს კიბე კარგად ჩანს. რა? კი, ამ ქონებაში სერიოზული რემონტია საჭირო, ნამდვილად. და აქ ზემოთ ოთახების უმეტესობა სრულიად ცარიელია. ეს ოთახები ცოტა უფრო მდიდრულად გამოიყურება, მაგრამ უფრო საგარდერობე ოთახებს გავს და შეიძლება ამის უკან რაღაცი იყოს. არა, აქ არაფერია. კარგი, ხო. ეს ძალიან საინტერესო საკუთრებაა, რომლის შესწავლაც დიდი ხანია მინდა. დაახლოებით 4 წელია, 4 ან 5 წელიც კი. და ბოლოს ის გავაკეთე. მე ვნახე და შევისწავლე ციხესიმაგრის შიგთავსი და თქვენც ასევე. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, გთხოვთ მოიწონეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დაწერეთ სასიამოვნო კომენტარი. ცოტა სამწუხაროა, რომ ფლობელზე არანაირი ისტორია ვერ ვიპოვეთ, მაგალითად საკუთრების შიგნით, მაგრამ ვფიქრობ ძალიან საინტერესო აღმოჩენა გქონდა. და ამით ყველაფერს ვამბობ. გნახავთ მომავალ კვირას, შემდეგ ეპიზოდში.